ესე იგი ტრუსიკები თურქეთიდან რო არ ტრუსიკო დამრჩება ქართველობა, იმიტომ რომ იმასაც 100 ვერ 100 ვერ არაფერი, აი სანთელი, ასანთი, ესე იგი ეს ბოდიში ელემენტარული რაღაცები, კაცო, აი თეთრეული რაღაცა, ყველაფერი თურქეთიდან შემოდის, ზოგი რუსეთიდან შემოდის, ჩვენ არაფერს არ ვაწარმოებთ. ჩვენ მარტო გაგვაქვს იქ ქართული აი ხა მე გინდა ისე დაუბრუნდი ამას ეს ლიტველები ამ პრიბალტიკელებმა და ამ ბალტიისპირელებმა ხო შევჭამეს ერთი რა თვითონ მიხედეთ თქვენ ქვეყანას რა ჩამოვიდნენ ესენი ვიღაცები ეს პარლამენტარები ეს მაღალჩინოსნები ეხა დააწრწიან ამ რუსთაველზე და დააწრწის კიდე რაღაცა აი გუში ვლაპარაკობდი დიდი ხანი ჩვენ ამ შოუ ბიზნესზე და კულტურის მოღვაწეებზე ისე იგი თურმე ამათმა უნდა გადაგვიწყვითონ ჩვენ საითკე უნდა წავიდეთ ერთი მოგასმენთ ეხა გინდა ნადვისხი ანთონ გინდა ჩააქრონ აი მუხც რაც სრულიად საქართველოსია და რასაც ყველა ვერთიანდებით რის გარშემოც ვეღარ ჩააქრობენ წარმოუდგენელია იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაერთიანებს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი სამშობლო ჩვენი ქვეყანა და საქართველოს ასევე როგორც სახელმწიფო რომლის სახელმწიფოებროასაც დღეს ესეთი საძირკველი შეერყა ასე ვთქვათ იმიტომ რომ აბსოლუტურად ჩამოშლილია ყველაფერი რაც სახელმწიფოდ აქცევს ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაზე მთავარი ხელისუფლების წყარო დგავართ აქ და დგას სრულიად საქართველოს ისე იგი ეს კაცი იძახის ჩამოშლილიო მე მაინტერესებს ეხა მე კარგად მახსოვს ეს კაცი რომ ღეროდა სააკაშვილის დროსაც სააკაშვილის დროს რატო არ იღებდი ხმას შვილო რომ ქვეყანას რო ანგრევდნენ ხალხს რო ხოცავდნენ ტერიტორიები რო დაიკარგა აი მაშინ რატო არ გამოდიოდი მაინტერესებს რო იძახი რაღაცა გამოდიხარ რასაც გინდა იძახი მიშას დროს ხმას რო ამოგიღო საერთოდ სიმღერას კი არა საერთოდ დაგავიწყებდა ყველაფერს არსებობას აი ახლა ამან უნდა გადამიწყვიტოს მე ქვეყანაში რა უნდა იყოს რა არა რა მოდი რა იმღერე თუ მღერი ხარ რა ვერ გავიგე რა იცი ამ პოლიტიკა შენ ამ ქვეყანა რა იცი რა რატო აზიზღებ ეხლა ჩემთვის შეიძლება მე მაგალითად გისმენდი და პატივისცემდი ეხლა რატო უნდა შემაზიზღო შენ თავი ვერ გავიგე რა იმიტომ რომ საქართველოს ტრებს ვინც გვერდში დაუდგება როგორ შეიძლება მიყვარდეს მე საქართველოს მტერი მეზიზღება მე შეიძლება ჩემი პირადი მტერი მე ყოველთვის სანთეს რო ვართებ ვამბობ რომ ღმერთო მტერი მოყვარეთ მიქციე მეთქი მე ჩემ მტერს პირად მტერს ვაპატიებ რა თქმა უნდა მაგრამ საქართველოს მტერს მე ვერ ვაპატიებ და საქართველოს მტრების გვერდზე რა რო იდგებით თქვენ გონია ხალხს ეყვარებით გეკითხებით მაინტერესებს ერთი სააკაშვილის დროს ხალხს რო ხოცავდნენ მაშინ ხმას რატო არ იღებდი თქვენ ინტელიგენცია ნანი ბრეგვაძე რატო არ იღებდი ხმას რატო არ იღებდა მურმანჯინორია ხმას რატო არ იღებდა ის ბატონები რატო არ იღებდნენ ხმას და კიდე ეს ხო ვერ მოვიცილეთ ვინ არის ვერ გავიგე მართლა ის რაღაცას რო აგეკიდება რაღაცა დავადება იმასავით არის ეს კაცი თან ამის გარდა რომ ვერ მონახეს მსახიობი კიდე რა უბედურება ეს ვინ არის იქიდან რომ ქართველი ხალხი უბრალოდ არ ტყდება ეხა ამდენი საუკუნე 2 და 3 საუკუნეს ხო არ ითვლის საქართველო რა 3600 წელზე მეტი რაც ისტორიაში მოხსენიებულია საქართველო იმის მერე სულ აი ყველა ცდილობდა უამრავი ჯარით საქართველოს დამორჩილებას მაგრამ არ გამოვიდა რა მე-5 საუკუნის აგეოგრაფიულ ძეგლს რო კითხულობთ გვესმის ენაც კი ვერ წაგვართვეს და სარწმუნოებას იყო ზედმეტია და ეხა აი ამათ რატო მოუვიდა თავში აი ეგ იდიოტობა რომ რაღაცნაირად დაიმორჩილებენ ქართველებს აი სარწმუნოებაზე საერთოდ როგორ ლაპარაკობენ ერთი მაინტერესებს ყველა პარტია ვინც იქ დგას ყველამ ხელი მოაწერა აქც რომლის თანახმადაც ითხოვენ LGBT პროპაგანდას საქართველოში აი რა ნამუსი გააქვს საერთოდ გეკითხები კი ბატონო და აი